B-52-ები პირდაპირ ირანისკენ მიფრინავდნენ. მაგრამ შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და ისინი უკან დაბრუნდნენ. აი განცხადება. საუბრის საფუძველზე პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან და პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირთან, რომლებმაც ეს მოითხოვეს. მე ვაკოვნებ იმ გამანადგურებელი ძალის გაგზავნას ირანში ამაღამ, იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუხოვნებელ და უსაფრთხო გახსნას. ვეთანხმები ირანზე დაბომბვისა და თავდასხმების შეჩერებას 2 კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა. ამაზე ახლა ვისაუბრეთ, რადგან გახსოვდეთ, ისრაელიც ჩართულია ამ ომში. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ უკვე შევასრულეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საბოლოო შეთანხმებასთან. ჩვენ ირანისგან მივიღეთ 10 პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია, რომ ეს არის მყარი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თითქმის ყველა წინა უთანხმოების საკითხზე მიღწეულია შეთანხმება, მაგრამ 2 კვირიანი პერიოდი საშუალებას მოგცემს, რომ შეთანხმება საბოლოოდ დასრულდეს და გაფორმდეს. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ხანგრძლივი პრობლემა გადაწყვეტასთან ასე ახლოსაა. აქ რამდენიმე რამაა გამოსაყოფი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-ში მიიღო ის, რასაც ითხოვდა და ამას პირდაპირ გულისხმობ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ. შემდეგ კი გრძელვადიანი მშვიდობის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. და რა მოხდა? ზუსტად ამას დათანხმდა ირანი. მინდა განმარტო ეს, რადგან ეს მხოლოდ ერთმხრივი განცხადება არ არის. ირანიც ზუსტად იმავეს აცხადებს. ირანული მედია ამჟამად სწორედ ამ შეტყობინებას გადასცემს ტელევიზიით მთელი ირანის მასშტაბით, რაც ფაქტობრივად ცეცხლის შეწყვეტის დადასტურებაა. თუმცა ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ ეს როგორც შეერთებული შტატების უკან დახევა. საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ ცეცხლის შეწყვეტის განცხადება დაახლოებით საათნახევით ადრე გაკეთდა, ვიდრე ვადა ამოიწურებოდა. და როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ზოგიერთი თვითმფრინავი და ბომბდამშენი უკვე გზაში იყო ირანისკენ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა, რაც ფაქტობრივად წინასწარ მიანიშნება, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. და ირანის მხრიდანაც ჩანს, რომ ისინი შეასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, რადგან თავად ირანის უზენაესმა ლიდერმა პირადად დაამტკიცა ეს შეთანხმება, ფაქტობრივად ეს 2 კვირიანი წინადადება. კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ ეს არ არის გრძელვადიანი შეთანხმება. სინამდვილეში ეს არის დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამიტომ ქვეყნები არ ისვრიან და არ ბომბავენ, არც რაკეტებს ისვრიან ერთმანეთისკენ, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. და ეს ნამდვილად დადებითია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დილით საუბრობდით იმაზე, თუ როგორ სთხოვდა ირანი თავის სტუდენტებსა და ბავშვებს მისულიყვნენ ელექტროსადგურებსა და ხიდებთან და ფაქტობრივად შეექმნათ ცოცხალი ფარი, რათა შეეჩერებინათ აშშ-ის თავდასხმა. ეხლა, როცა პირდაპირ წერ ამ ჩანაწერს, სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მოდის იმ დეტალებზე, რაზეც უკვე შეთანხმე. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ახლა ხან გავიგეთ, არის ის, რომ ისრაელიც მონაწილეობს ამ დროებით ცეცხლის შეწყვეტაში ირანთან და შეაჩერებს თავის დაბომბვის კამპანიას. მაგრამ აი, რა ხდის ამ სიტუაციას ოდნავ უფრო რთულს? მხოლოდ რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სინამდვილეში, როგორც ხედავთ თქვენს ეკრანზე არსებულ თვიტში, ერთ-ერთი მათგანი მართლაც შეაჩერეს თელ-ავივის გარეუბანში. კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, ხო ასეა? ჩვენ ეს მახეთ 12 დღიანი ომის დროსაც, როცა მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება საჯაროდ გამოცხადდა, ორივე მხარე მაინც აგრძელებდა ერთმანეთის მიმართულებით სროლას, ან პასუხობდა მეორე მხარის მიერ გაშვებულ რაკეტებს. იმედია ეს არ იქნება ის, რაც ცეცხლის შეწყვეტას დაარღვევს და დაარღვევს. არამედ უფრო ისაა, რომ შეტყობინება ჯერ კიდევ გადადის სარდლობის ჯაჭვში. დარწმუნებული ვარ, ირანის ლიდერები და კიდევ ერთხელ მაინტერესებს ზუსტად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირანის სახელით. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ირანის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტას მაგრამ ირანის სამხედრო ძალა იმდენად დამოუკიდებელია. ალბათ ასეა სწორი თქვა. ისინი უბრალოდ თავიანთით მოქმედებენ. ირანში არ არსებობს ბრძანების ჯაჭვი, რადგან მუდმივად მიმდინარეობს ლიკვიდაციები. და ამის გამო, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან, არიან დაბალი რანგის ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, რაკეტებზე აქვთ ცუდომა და კვლავ უშვებენ მათ. იმედია ის რაღაც შეწყდება. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი სირთულე გვაქვს, რომელიც ისრაელს ეხება და ალბათ მეტი განმარტება დასჭირდება. ეს სირთულე ისრაელის ლიბანში შეჭრას ეხება. ეხლა, სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ, რომ დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. ეს ნამდვილად გვეხმარება თქვენთვის სიახლეების, რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაში. ასე რომ, ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას. ლიბანის საინფორმაციო არხები ამბობენ, რომ ეს განცხადება რეალურად შეერთებულ შტატებს, ირანსა და ისრაელს შორისაა ირანში. ასე რომ, არავინ არის დარწმუნებული, რა მოხდება ლიბანში.
ეხლა შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას შემდეგ, რაც ირანი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ირანის პროქსი ჰეზბოლაც შეწყვეტს ისრაელზე თავდასხმებს. მაგრამ რაც ჯერ კიდევ გაურკვეველია ისა, გამოიყვანს თუ არა ისრაელი თავის ძალებს ირანიდან. რადგან ჩემი ინფორმაციით მგონია, რომ ისრაელი სამხრეთ ირანში შევიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბუფერული ზონა შეექმნა. ასე რომ ეს ნამდვილად გაართულებს სიტუაციას. და რაც ამ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, არის ის ფაქტი, რომ არ ჩანდა თითქოს ისრაელს უნდოდა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტაზე დაეთანხმებინა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ანგარიში, როგორც ისრაელის, ასევე ამერიკული მედიისგან. სადაც ძირითადად ნათქვამი იყო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლობირებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ არ დაეთანხმებინა ცეცხლის შეწყვეტის არც ერთ ფორმაზე. ეხლა მეორე მხარეს ჩვენ გვყავდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვანსი, სტივ ვიტკოფი და კუშნერი, რომლებიც ყველანი ლობირებდნენ ტრამპს, რომ ძირითადად დაეთანხმებინა შეთანხმება ირანთან. ეხლა ირანთან შეთანხმებაზე საუბრისას მოდით განვიხილოთ ის 10 პუნქტიანი წინადადება, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობდა თავის საწყის განცხადებაში. ეს არის 10 პუნქტიანი წინადადება, რომელიც ირანმა გაუგზავნა შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანს 15 პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა. ასე რომ გარკვეულწილად თუ მხოლოდ რიცხვებს შევხედავთ, ჩანს რომ პროგრესს ვაღწევთ, რადგან 15-დან 10-მდე დავიდა. მაგრამ დააკვირდით, რას ითხოვს ირანი. ირანი ითხოვს გარანტიებს, რომ მას აღარ დაესხმებიან თავს. ეს არ არის არაგონიურული მოთხოვნა. მას სურს ომის მუდმივი დასრულება და არადროებითი ცეცხლის შეწყვეტა. ეს ის საკითხია, რაზეც ირანმა უკვე ფაქტობრივად უკან დაიხია. მესამე საკითხი. ირანი ითხოვს ისრაელის დარტყმების შეწყვეტას ლიბანზე. ამან ცოტა დამაჯერებინა, რომ შესაძლოა ლიბანშიც იყოს ცეცხლის შეწყვეტა. შეიძლება ეს ამ თუთასაც ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ მაქვს. თუ მივიღებ ამ ინფორმაციას, კომენტარებში დავწერ. ასე რომ გადაამოწმეთ მიმაგრებული კომენტარები. მეოთხე, აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნა ირანზე. მეხუთე, რეგიონში ირანის მოკავშირეების წინააღმდეგ ყველა ბრძოლის შეწყვეტა. ვფიქრობ, ეს კონკრეტულად ჰეზბოლას ეხება, რადგან ამ ეტაპზე ჰუთებზე არავინ ახორციელებს თავდასხმას. მეექვსე, ამის სანაცვლოდ ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის. მეშვიდე, ირანი თითოეულ გემზე ჰორმუზის გადასახადს დააწესებს $2 მილიონი ოდენობით. ეს საკითხი დიდი უთანხმოების მიზეზი გახდება და მე ვფიქრობ, ირანმაც კი იცის, რომ ამას ვერ მიიღებს. მიზეზი, რის გამოც ირანმა ეს წინადადებაში ჩართო, ძირითადად ისაა, რომ სხვა დათმობები მიიღოს სანაცვლოდ, როცა ირანი თავის მოთხოვნებზე უარს იტყვის. და მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ირანი ამას ვერ მიიღებს, ისაა, რომ სად უნდა შეჩერდეს ეს ყველაფერი. ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც მე ვაკენებ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრად უკეთ იცნობენ გეოპოლიტიკას, აქვთ გაცილებით მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება ვიდრე მე და აკვირდებიან, როგორ მუშაობს მსოფლიო. ისინი აღნიშნავენ, რომ თუ ირანი თითო გემზე $2 მილიონ იღებს, სად უნდა შეჩერდეს ეს? ბრიტანეთსაც შეუძლია იგივე გააკეთოს თავის სანაპიროზე. ესპანეთმაც შეუძლია იგივე გააკეთოს. დანიაც ხომ იგივე უნდა გააკეთებინა, არა? თუ ეს ქვეყნები ირანს თითო გემზე $2 მილიონ უხდიან, ამ ქვეყნების მოქალაქეები, ძირითადად ბიზნესმენები, მოითხოვენ, რომ მათმა მთავრობამაც დაიწყოს იგივე გადასახადის დაწესება სხვა გემებისთვის, რომლებიც მათ სრუტეებში გადიან. და ეს ფაქტობრივად დააბრუნებდა მსოფლიოს 200 წლის წინანდელ მდგომარეობაში, რადგან სწორედ ამას აკეთებდნენ ქვეყნები 200 წლის წინ. ჩვენ კი ამ სამყაროსგან უკვე შორს ვართ წასული. ეხლა გვაქვს ნავიგაციის თავისუფლება, სადაც ქვეყნები საერთაშორისო წყლებში თავისუფლად გადაადგილდებიან. ფლად გადაადგილდებიან მეკობრეობაზე ზედმეტად ნერვიულობის გარეშე და იმაზე ფიქრის გარეშე, რომ ქვეყნები მათგან ფაქტობრივად მაფიის გადასახადს აიღებენ დაცვის სანაცვლოდ, რადგან სწორედ ეს არის. ასე რომ ირანი იცის, რომ ამას ვერ მიიღებს, მაგრამ ფიქრობ ამას მაინც აკენებენ, რადგან სხვა დათმობების მიღება სურთ. მერვე პუნქტი. ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ფაქტობრივად იგივე საკითხს ეხება. ირანს სურს ეს გადასახადები ირანთან გაიღოს. მეცხრე პუნქტი. ირანმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო გადაადგილების წესები ჰორმუზის სრუტეში. და მეათე, ირანმა ჰორმუზის გადასახადები უნდა გამოიყენოს აღდგენისთვის და არა კომპენსაციისთვის. ეხლა რამდენიმე საინტერესო საკითხი. პირველი ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ თქვა თითქოს ის თანხმდება ამ 10 პუნქტიან წინადადებას. რაც მან თქვა, იყო ის, რომ ეს არის კარგი საწყისი წერტილი. ძირითადად კარგი სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. ეხლა ირანული მედია ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ეს 10 პუნქტიანი წინადადება უკვე მიღებულია. ეს სიმართლე არ არის. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს თითქმის ყველა შემთხვევაში ხდება. თუ შეისწავლით ომებს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა, ორივე მხარე, როგორც წესი, ცდილობს სამშვიდობო შეთანხმებას საკუთარი გამარჯვების სახით წარმოაჩინოს. ასე რომ, ეს ყოველთვის ასე იქნება. ან გონია ირანი ოდესმე გამოვიდეს და თქვას, ჰეი, ჩვენ ეს ომი წავაგეთ, მაგრამ ნუ იდარდებთ მეგობრებო, ეხლა უკეთესი ქვეყანა ვიქნებით. დიახ, ეს ალბათ არასდროს მოხდება. მაგრამ სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტა მაინც არის. ალბათ კიდევ მეტი მოლაპარაკება იქნება. და რამდენიმე საკითხი, რომლებიც ალბათ ყველაზე სადავო იქნება, არის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, რომელზეც აშშ სურს შეზღუდვა დააწესოს.
მათ არ სურთ მისი სრულად გაუქმება. ისინი ნამდვილად სურთ ირანს კონდეს გარკვეული შეზღუდვა. იქნება ეს რაკეტების სიშორეში თუ იმ რაკეტების რაოდენობაზე, რომლის დაგროვებაც ირანს შეუძლია. და მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, არის გამდიდრება. ირანი საერთოდ არ სურს გამდიდრების შესაძლებლობებზე უარის თმა. მათ არ სურთ ამ შესაძლებლობებზე უარის თმა. და აშშ ძალიან მტკიცედ მოითხოვს, რომ ირანმა უარი თქვას გამდიდრებულ ურანზე და გამდიდრების შესაძლებლობებზე. ვნახოთ რა მოხდება მოლაპარაკებებში. დღეს კიდევ ერთი დიდი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ერაყში ირანულმა ჯგუფმა გაიტაცა, გაათავისუფლეს. და საბედნიეროდ ეს ისაა, რაც დილის ვიდეოში არ მიხსენებია. ის გაათავისუფლეს მანამდე, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად გამოცხადდებოდა. ასე რომ ეს ალბათ სრულიად განსხვავებული იყო იმ მოლაპარაკებებისგან, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ეს იყო ის, რაზეც ერაყის მთავრობამ მართლა ძალიან ბევრი იმუშავა, რათა უზრუნველეყო ამ ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლება. და აი მეტი დეტალები. მარტა საამომშვიდობისა მინდა დავიწყო სასტრაფო სიახლით. რამდენიმე წამის წინ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Fox News დაუდასტურა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტელსონი, რომელიც ერთი კვირის წინ ბაღდადში, ერაყში, ირანის მხარდაჭერილმა ერაყელმა შიიტურმა მილიციამ გაიტაცა, გათავისუფლებულია. როგორც მითხრეს, კულისებში იყო ამერიკული ძალისმევა, რომ მისი გათავისუფლება უზრუნველეყოთ, სავარაუდოდ ქათაიბ ჰეზბოლასგან, რომელიც ირანული ჯგუფია ერაყში. ეს ხდება იმ დროს, როცა ვადა 5 საათში იწურება. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმები განხორციელდება. ვიცით, რომ ამ დროს და ხედავთ შელი კიტელსონს იქ იმ ჟურნალისტს, რომელიც გაიტაცეს, როგორც გვესმის ქათაიბ ჰეზბოლამ და დაახლოებით 1 კვირა ჰყავდათ ტყვეობაში. ეს არის ჯგუფი, რომელიც ერაყში მოქმედებს და ეს ჟურნალისტი მთელ რეგიონში კარგად არის ცნობილი. ის სამართლიანად აშუქებდა მრავალ სხვადასხვა ამბავს, განსაკუთრებით ბაღდადში, ერაყის დედაქალაქში. ეხლა როცა ჩანაწერის დასრულებას ვაპირებდი, ჩვენ მართლაც მივიღეთ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. და თუ უნდა ვივარაუდო, ვფიქრობ, ამ კაცმა ალბათ დიდი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში. არ ვიცი კიდევ ვინ იყო ჩართული და ძალიან სურს ამის გაგება, რადგან ეს გარკვეულწილად გვეუბნება, ვინ იქნება ირანში ახალი ლიდერი. ახალი არა უზენაესი ლიდერი, არამედ ახალი სამოქალაქო ლიდერი, რადგან ვიცით, რომ ეს პრეზიდენტი არ არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდით განცხადებას გადავხედოთ. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელით მადლობას და დაფასებას გამოხატავ ჩემს ძვირფას ძმებს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, ფილდმარშალ მუნირს, მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის რეგიონში ომის დასრულების მიზნით. პრემიერ-მინისტრის საფირის თვიტში გამოთქმულ თხოვნაზე პასუხად. და რაც შეეხება აშშ-ის მოთხოვნას მოლაპარაკებების შესახებ მისი 15 პუნქტიანი წინადადების საფუძველზე, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ირანის 10 პუნქტიანი წინადადების ზოგადი ჩარჩოს მოლაპარაკებების საფუძვლად მიღების შესახებ, მე ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სახელით ვაცხადებ, რომ თუ ირანზე თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ თავდაცვით ოპერაციებს. 2 კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით. ვარაუდობ, რომ ტექნიკური შეზღუდვა გულისხმობს ზღვის ნაღმებს, რომლებიც მათ დააგეს, ალბათ ვერ შეძლებენ მათი პოვნასა და ამოღებას. ასე რომ ალბათ დაუკავშირდებიან გემებს და აცნობებენ, რომ გაიარონ კონკრეტული მარშრუტით, რომელიც უსაფრთხო. ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის, რადგან, როგორც იცით, ომამდე ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად 100-ზე მეტი გემი გადიოდა. ბოლო 1 თვის განმავლობაში სულ რაღაც 100 გემი გავიდა, ანუ დაახლოებით 3 გემი დღეში. ეს ნიშნავს, რომ ბევრი გემი დაგროვდა, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან შესვლას, ნავთობის აღებას და გასვლას. და ეს ნიშნავს, რომ გზები ალბათ ჩვეულებრივზე უფრო გადატვირთული იქნება. და ეხლა ვიცით, რომ ირანის მხარის ტექნიკური შეზღუდვების გამო გზები ჩვეულებრივზე უფრო ვიწრო იქნება. ხომალდები ვერ გამოიყენებენ ჰორმუზის სრუტის თელ სიგანეს. ალბათ მხოლოდ უსაფრთხო ნაწილს გამოიყენებენ. და ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კარგი რამ იქნება, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებისთვის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ნავთობის დეფიციტთან. ასე რომ ქვეყნებს ნავთობი თითქმის ეწურებოდათ. ამ მხრივ ეს ნამდვილად ძალიან კარგი ამბავია. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორი მოძრაობა იქნება ჰორმუზის სრუტეში და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ცეცხლის შეწყვეტა. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე, როგორც ეხლა იქცევა, უნდა დაუბრუნდეთ უკან და დავაკვირდეთ, როგორ მივიდა ირანი იქ, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დაუბრუნდეთ, მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები გავლენას ირანზე დღემდე. აბა გამოიცანით. ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა.
ასე რომ თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ირანის ისტორია და როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინე. შეგიძლია უყურო მას აღწერაში მოცემულ ბულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭირო ეკრანზე გამოსახულ ბოლო ეკრანს. ძირითადად დააჭირო იმ ვიდეოს, რომელიც ეკრანზე